გაცხადა დღეს თავდაცვის სამინისტრომ ეს იყო მოღალატეობრივი ქმედება და არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ამ ფაქტს და არ ვუწოდო მათ მოღალატეები. ეს არ არის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, ეს არის შუშის კოლბაში როზიის პუტინის მონის განცხადება. მე როგორც ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მწვენია დღევანდელი ხელისუფლების და დღევანდელი თავდაცვის მინისტრის განცხადება, რაც ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა. ესა ჩვენი პატრიოტების, ჩვენი გმირების ღალატი სტოლფასი და სირცხვილია უბრალოდ ჩვენ გმირებს გმირულად უნდა დავხვდეთ და თქვენ ესეთ სამარცხვინო განცხადებებს არ ვცელებთ. უბრალოდ მე მოუწოდებ ყველა იმ ახალგაზრდას, ყოფილ სამხედროა თუ მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, თქვენ ყავთ სამარცხვინო მინისტრი და ბიჭებო დროა რო ხმა მოვიღოთ ამ ყველაფერზე. ესეთი სამარცხვინო და მოღალატეობრივი განცხადება, რაც დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა, არც ერთ ხელისუფლებას არასოდეს არ გაუკეთებია. ეს არის სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში, რომელიც პირდაპირ იმართება რუსეთიდან და დროა ხალხმა მოიღოთ ამ ყველაფრის წინააღმდეგ. მე მინდა მივმართო მოსახლეობას, როდემდე უნდა ვითმინოთ საქართველოს მოღალატეობრივი ხელისუფლება. ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს განცხადება პირდაპირ მნიშვნელოვნად არის მოღალატეობრივი, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული, საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული და ასეთ პირობებში, ასეთი თავდაცვის მინისტრის პირობებში, ასეთი ხელისუფლების პირობებში, ასეთი განცხადებების პირობებში მინიმუმ ქართველმა ხალხმა უნდა მიაღწიოს იმას, რომ თავდაცვის მინისტრი ხვალ ან ზეგ აღარ იყოს თავის თანამდებობაზე. დღეს ყავს სამარცხვინო ხელისუფლება, რომელიც ოკუპანტი რუსეთის პოლიტიკას ატარებს და მიმართავს საზოგადოებას, ყოფილ სამხედროებს, მოქმედ სამხედროებს დროა ამოვიღოთ ყველამ ერთად ხმა და გავცეთ სათანადო პასუხი. თავდაცვის სამინისტროს გაკეთებული განცხადება არის ეს საქართველოს ღალატი. თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი განცხადება არის პირდაპირ ღალატი იმ გმირების მიმართ, იმ გმირების, რომელსაც გაწეს ესეთი ხვაძლი საქართველოსთვის, უკრაინისთვის, ეს არის დაუფასებლობა. ეს უნდა იყოს ყველას ტკივილი, ყველა სამხედროსი და ყველა ყოფილი სამხედროსი. მე მრცხვენია საქართველოს ხელისუფლების განცხადების, ეს არის ღალატი. თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება ეს არის ყველა პატრიოტისთვის სულში ჩაფურთხება. გაოგნებული ვარ, ის განცხადება, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა, ეს არის საქართველოს ღალატი. თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი განცხადება არის სახელმწიფო ღალატი ჩვეულებრივ. დღევანდელი თავდაცვის სამინისტროს განცხადება იმის თაობაზე, რომ იქ დაღუპული ჯარისკაცები იბრძვიან სხვის მხარეზე, ეს არის სახელმწიფო ღალატი, იმიტომ რომ იქ ვინც იბრძვის როგორც უკრაინელების, ასევე საქართველოს გულისათვის. დღევანდელი თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ გავს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, უფრო გავს კოლბაში გამოკეტილი ადამიანის განცხადებას, რომელიც შიზოიდური იდეებით არის შეპყრობილი და სულს ალბათ რომ რაც შეიძლება მეტად გული დაუამოს პუტინს. თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა სამარცხვინო განცხადება. ეს არის სამშობლოს ღალატი. მე არ ვიცი რა შეფასება უნდა გავაკეთო ამასთან დაკავშირებით. ეს არ არის გადაცდომა, არ არის შეცდომა. ეს არის ღალატი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული მიპასუხისმგებლო განცხადება, ეს არის ქართული სახელმწიფოს ღალატი, იმ ჯარისკაცების ღალატი და ოპატივცემლობა, რომლებიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე ქართული დროშის ქვეშ იბრძვიან. ის განცხადება, რაც დღეს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, ეს არის იმ ჯარისკაცების ოპატივცემლობა, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან საქართველოს ერთიანობისთვის. სირცხვილი თავდაცვის სამინისტროს სამარცხვინო განცხადება გააკეთეს. სირცხვილი თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს მთავრობას იმ განცხადების გაკეთებისთვის, რაც დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. სამინისტროს განცხადება გაავრცელა, ეს არის სამარცხვინო განცხადება, ეს არის მოღალატეობრივი განცხადება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. ის განაცხადი, რაც დღეს თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა, ეს იყო ძალიან სამარცხვინო ფაქტი. დღევანდელი თავდაცვის სამინისტროს განცხადება იყო სრულიად უსაფუძვლო, usindisო და ქვეყნის ღალატის ტოლფასი. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება არის საქართველოს სახელმწიფო წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.